ჩვენ ვიყოფებით ალუჩის ბაღში, ჩემი მეგობრის ბაღში. როგორც ხედავთ, ეს არის ახალგაზრდა ხეები, ახალგაზრდა ბაღია. მოახდინეთ ორჯერ ფორმირება ზამთარში. ზაფხულის ჩარევები ცოტა ნაკლებად აქვს და ატყობს, რომ შიგნით ამოყრილი კოტები აქვს მაინც, რომელიც გამოჭრაც უნდა და გამოსუფთავებას. მაგრამ დღეს ჩვენ ამ ბაღში ყოფნის მიზეზი არ არის სვანესხლა. აქ ჩვენ მოვედით თუ როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ერთი ნაკვეთი ორი კულტურისთვის. რადგან ვიცით ალუჩის ბაღები და ძლიერ საძირეზე დარგული ყველა ბაღი ცოტა გვიან შედის მოიარობაში და ცდება ძირითადი ნაკვეთი. და რადგან მცირემიწიანი მეურნეობებია ლაგოდეხში და ბელიანშიც ეს დანარჩენი ტერიტორია საწაფისებას გიხდება, რადგან მესაქონლეობასაც მიყვება გლეხი. ჩვენ ხედავთ, აქ არის იონჯა დათესილი, ეს შეითესა 2 წლის წინ. ძალიან გაძვირდა იონჯის პრესეტუკები, 7 ლარამდე ავიდა, შარშან 3 ლარი იყო, 7 ლარი გახდა უკვე. ამიტომ თესავდა 5-6 წელი ვინც სოფელში ცხოვრობს და ლაგოდეხში ყველა მიცის და ამ იონჯის დათესვას დატუკვას და მისი მოხმარებას. მოკლედ შეიძლება ალუჩასთან ერთად იონჯა იყოს. პლუსი ის არის, რომ არ ცდება ადგილი, რამდენჯერმე შეიძლება გავთიბოთ. სხვა სარაველებს უშლის ამოსვლას ხელს, სულ მთლიანად გასუფთავებულია, ფაქტობრივად ამაზე მეტი აქ ბალახი არ გაიდება, რადგან ეს მოსათიბ კონდიციაზე მალე მივა. სხვა სარაველებს უშლის ხელს, რადგან 4 ჯერ ხანდახან 5 ჯერაც კი ითიბება, თუ წვიმიანი ამინდები იყო. მინუსი ის აქვს, რომ უჩნდება სხვადასხვა მავნებლები, მაგალითად ბუგრები და ჭიები, რომლებიც გადადის და ჭიჭინობელებიც, რომელიც გადადის მერე ალუჩაზე და ან თუ სხვა ხეები გვირგია სხვა ხეებზე, ამ ბაღში ზედა ნახევარზემოთ ვაშლის ბაღია და იქ უფრო გამოხატულია ეს მავნებლები, რაც იონჯას უჩნდება. ასე რომ რამდენჯერმე მეტჯერ შეწამლა გვჭირდება თუ იონჯა ან სხვა სიდერატები გვაქვს დათესილი. უბრალოდ ეს ხაზი, სადაც მრავალწლიანი ნარგავები გვირგია, უნდა ქონდეს სულ გასუფთავებული, ან ჰერბიციდით, ან მუჩით, ან ასე შემდეგ. კარგად, მადლობთ ყურადღებისათვის.